უბანში, ლეო ქიაჩელის ქუჩის ბოლოს, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე დგას ტაძარი, რომელიც ლურჯი მონასტრის სახელითაა ცნობილი. ეს სახელწოდება მან ლურჯად მოჭიქული გუმბათის გამო მიიღო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მისი სახასიათო ნიშანი გახდა. გადმოცემით ამ ადგილას მონასტერი ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში არსებობდა, რომელიც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე იყო აგებული. სამხრეთ ფასადზე არის ტიმპანის ქვა, რომელზეც საქტიტორო წარწერა არის. ტექსტით ირკვევა, რომ ქართლის ყოფილ მთავარეპისკოპოსს აღმოჩენებია ეს ტაძარი თავისი ძმის საძვალით. ეს ძველი თლილი ქვით იყო ნაგები და შემდეგ როდესაც გაბაშვილებმა განაახტეს და აღადგინეს, ეტყობა აგურით ნაშენი და ზუსტად არის აგურები ჩასმული მე-6-7 საუკუნეების ნაშთებად მიჩნეული არის ტაძრის სარკმელების, აი პირის მოჩუქურთმება. სამწუხაროდ ლურჯ მონასტერს მძიმე ბედი ეწია. მე-7 საუკუნეში დაარსებული მონასტერი მე-16 საუკუნეში სპარსელების შემოსევას შეეწირა. ტაძრის აღდგენა მხოლოდ მე-17 საუკუნეში მოხერხდა, თუმცა უკვე უგუმბათოდ, სამნავიანი ბაზილიკის ფორმით. მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი მას წმინდა გიორგის მონასტერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იქ მხოლოდ ერთი მღვდელი მსახურობდა. მე-17 საუკუნეში აგებული განახლებული ტაძარი, როგორც გვაუწყებენ ეს გაბაშვილებს აუშენებიათ და განუახლებიათ და ვერის ბაღს გაბაუნთხევი ერქვა, გაბაშვილების სამკვიდრებელი იყო და ეს რომ მონასტერი იყო ეს ტაძარი, ძველი წყაროები გვაუწყებენ, ასევე ცნობილი დიდი მეცნიერი პლატონ იოსელიანი, მას სიმხერა ტერიტორიები ჰქონდა, რომ ამ ადგილებში ორი ქუჩა, რომელიც დღეს ცენტრალური ქუჩები არის, თურმე ყოფილა ამ მონასტრის ტერიტორია ყოფილა. საბჭოთა პერიოდში ტაძარი სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა. 1950-იან წლებში შენობაში მოწყობილი იყო სამხერხაო, მოგვიანებით კი მედიცინის ისტორიის მუზეუმი გაიხსნა. ეს გადაწყვეტილება სიმბოლურიც იყო, რადგან ისტორიული წყაროების თანახმად მე-12 საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემიის დროს ლურჯი მონასტრის ეზოში ქალაქის ერთ-ერთი პირველი საავადმყოფო ფუნქციონირებდა. ამ ტაძარს შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი ჭირვარამი აქვს გადატანილი. იყო პერიოდები, როდესაც დაანგრევის პირას იყო, შემდგომ დაინგრა, შემდგომ დაიწვა, იყო დენთის საწყობი, იყო სამხერხაო და დღეს უკვე აი 2000 წელსაც, როდესაც მამა დავითი ამ ტაძარში გადმობრძანდა და დადგინდა წინამძღვრად, ფაქტიურად იყო დაანგრევის პირას ეს ტაძარი, საძირკველი ედგა სულ წყალში და ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა ამ ტაძრის აღდგენა გამაგრებისათვის. 1990 წელს ლურჯმა მონასტერმა ხელახლა დაიბრუნა თავისი სულიერი მნიშვნელობა. აღდგა წირვა ლოცვა, ტაძარი სრულად მოიხადა. გამოიცვალა კანკელი, აშენდა სამრეკლო და სამსართულიანი სატრაპეზო შენობა. ეკლესიაში დაცულია წმინდა ნაწილები და ხატები, რომლებსაც მრევლი რწმენით და სიყვარულით იახლება. დღეს ლურჯი მონასტერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მოლოდინშია. ძალიან მალე აქ განსაკუთრებულ სიწმინდეს ჩამოაბრძანებენ, რომელსაც მთელი ქრისტიანული სამყარო პატივს მიაგებს. წმინდა მთიდან, ათონიდან ჩამოგზანდება ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მამა ეფრემი, რომელიც წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარს წირავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სწრაფ შემსმენელ ხატს, რომელსაც ეწოდება ესფაგმენი. ესეთი ხატი არის, საოცარი ისტორიის მქონე გახლავთ ეს ხატი, მრევლს ექნება საშუალება მიემთხვიოს ამ უდიდეს სიწმინდეს. დღეს ლურჯი მონასტერი სულიერ და კულტურულ სიცოცხლეს აერთიანებს. ტაძრის ეზოში მდებარე კულტურის ცენტრში ბავშვები ქართულ სიმღერას, ცეკვას, გალობას და ფოლკლორს ეზიარებიან. ასევე ეცნობიან მითოლოგიას და იმ ყველაფერს, რაც მათ ქართულ კულტურასთან უშუალო შეხების შესაძლებლობას მისცემს.
რამდენიმე თაობა არის, აქ არის უფროსების თაობა, არის საშუალო, არის პატარების თაობა და ეს ბავშვები გახლავთ ამ ტაძრის მგალობლები. ისინი გალობენ ამ ტაძარში. ყოველ სამშაბათს გვაქვს ღვთისმშობლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და სწორედ აი ეს ბავშვები ალამაზებენ ამ პარაკლის თავიანთი გალობით. ასევე წირვაზეც გალობენ ბავშვები. ასე ერწყმის ლურჯი მონასტრის ეზოში სულიერი და კულტურული ცხოვრების რითმი, სადაც ლოცვა და გალობა ბავშვების ცეკვასა და ფოლკლორთან ერთად საუკუნეების წინ დაწყებულ ტრადიციას აგრძელებს. ლურჯი მონასტერი დღესაც ერთ-ერთი ცოცხალი სიმბოლოა, რომელიც შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ნიმუშს ინახავს. ასეთი არაჩვეულებრივი ისტორია ლურჯ მონასტერს და მე განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ რომ გეუბნებოდი კიდეც მიღმა რომ ჯვარიც ამ მონასტერში დავიწერე, ბავშვიც ამ მონასტერში მოვნათდი მამა დავითთან და ხო, მართლა რაღაც ჩემი სენტიმენტები მაქვს. მადლობა განსაფეცხოვლაურის იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გვიამბო და გვითხრა ლურჯ მონასტერს.